1 აპრილიდან ნაადრევი ქორწინება კანონით დასჯადი ხდება. უფლებადამცველები ადრეულ ქორწინებას ძალადობის სახით განიხილავენ, რადგან იძულებითი ქორწინება პიროვნების თავისუფლებასთან ერთად განათლების მიღების შესაძლებლობას ხვდავს. რეგულაციების გამკაცრება წყვილების ადრეულ ასაკში ქორწინების გაზრდილმა სტატისტიკამ განაპირობა. ძალიან პატარა ვიყავი, ამიტომ ჩემთვის გათხოვება ძალიან უცნაური იყო. სულ ფიქრობდი, რა მეკეთებინა, სად წავსულიყავი, რატომ უნდა მეცხოვრა უცხო ხალხში. დედა ჩემი მეუბნებოდა, შენი მშობელი ვარ და უკეთ ვიცი შენთვის რა არის, კარგი და რა ცუდიო. სულ ტიროდი, ვეწინააღმდეგებოდი. რას ითვალისწინებს შეცვლილი კანონმდებლობა და როგორია საზოგადოების როლი ამ პრობლემის აღმოფხვაში. ნაადრევად გათხოვილი გოგონების პრობლემებს კარგად იცნობს სოციალური სააგენტო საჭერის ფილიალის ფსიქოლოგი თამარ ქამადაძე. მის პრაქტიკაში ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა ახალგაზრდებს ფიზიკური ლტოლვა სიყვარულში ერევათ. ოჯახის შექმნის ხშირი მიზეზი წინასწარი დაორსულებაცა, რის შემდეგაც მშობლების შვილებს ნაადრევ ქორწინებას აიძულებენ. ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ოჯახის ან ერთი კონკრეტული პიროვნების პრობლემა, თუ კი იქნება ჩართულობა საზოგადოების და ცნობიერების ამაღლება არასრულწლოვნების, ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვნები პუბერტატულ ასაკში მყოფი მოზარდები განიცდიან, ჯერ სექსუალურ ძალადობა შესაძლებელია და შემდეგ არის ეს გამოსავალი, ოჯახი მხოლოდ გამოსავალს პოვებს ნაადრევ ქორწინებაში. არასრულწლოვნება რომ მცდარი არჩევანი თავიდან აიცილონ, საჭიროა საზოგადოების ყველა ფენამ ნაადრევი ქორწინება პრობლემად აღიაროს. უფლებადამცველი ბაია პატარაია პასუხისმგებლობას სკოლასაც აკისრებს. ამავე დროს დროულად უნდა მოხდეს პასუხისმგებელი სტრუქტურების ინფორმირება, რათა პიროვნებები, რომლებიც გოგონებს იძულებით ქორწინებას აიძულებენ, კანონით დაისაჯონ. თუ არასოდეს არავინ დაისაჯა იძულებითი და ნაადრევი ქორწინების გამო, მაშინ ბუნებრივი არის, ეს არის მესიჯი საზოგადოებისთვის, რომ მსგავსი დავალდობა ქალზე დაშვებულია. არასრულწლოვანი პატარძლები ახალ ოჯახებში ხშირად ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური ზეწოლის ქვეშ ექცევიან. ქორწინება უარყოფითად მოქმედებს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ართმევს განათლების მიღების საშუალებას და წარმატებულად დასაქმების შანსს. საქართველოს მსგავსი ფაქტებით მოლდავეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. ამის შესახებ საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშიც. სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე ამბობს, რომ კანონის გამკაცრების შემდეგ შესაძლებელია მივაღწიოთ უფრო უკეთეს შედეგებს, ვიდრე აქამდე ჰქონდა საქართველოს. სახელმწიფოს ვალდებულება არის იმაში, რომ მან უნდა მიმართოს როგორც საკანონმდებლო ისეთ ზომებს, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს ადრეულ ასაკში ქორწინების ალბათობას, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო კამპანია უნდა წარიმართოს და დაიგეგმოს სკოლებში. ექიმი და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი რამა სურმანიძე ამბობს, რომ არასრულწლოვნებს ძალიან ხშირად ჯანმრთელობის პრობლემაც ექმნებათ იმის გამო, რომ ადრეულ ასაკში თხოვდებიან. 20, 21, 22 წლის ასაკში ასრულებენ მთლიანად თავიანთ მოწიფულობას, მამაკაცები 25 წლამდე აგრძელებენ ამას, როცა ადრე იწყება ეს, დაუშვათ გათხოვდა გოგონა 15 წლის ასაკში. იმ დროს ფიზიკურად თვითონ რასაც წარმოადგენს, როგორც კი დაორსულდება ბავშვი შეეძინება, გაჩერდება იმ დროს მისი განვითარება და ზევით აღარ მიდის 22 წლამდე უკვე. დამუხრუჭდება, ესე იგი მისი განვითარება, ფიზიკური განვითარება. ამიტომაა ექიმები წინააღმდეგი, რომ ეს ნაადრევი ქორწინება მოხდეს. და იმ ქალებში საშუალო ასაკი გამოეანგარიშა და გამოვიდა 21 წელი და 6 თვე ქალების და 24 და 6 თვე მამაკაცების. 18 წლამდე წყვილების და ქორწინების გადაწყვეტილებას მშობლების ნაცვლად სასამართლო უნდა იღებდეს. გაეროს ეს რეკომენდაცია, როგორც უფლებადამცველები ამბობენ, საქართველოში არ სრულდება. თუმცა მთავრობა ადრეულ ასაკში ქორწინების გავრცელებულ პრაქტიკას საკანონმდებლო ცვლილებას უპირისპირებს. პირი, რომელიც არასრულწლოვანს ქორწინებას წინასწარი შეცნობით აიძულებს, 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.